პირველი ნაბიჯი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობისაკენ გადადგმული არის მთელი არსებით, სულიერით თუ ფიზიკურით, ყველგან და ყველაფერში ღმერთისადმი მინდობა. მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას ღმერთი. ღმერთთან ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ ღვთისმადლი იბინადრებს და მოქმედებს ადამიანში. ის მართავს მის გონებას, ნებას და გრძნობებს. ადამიანი იქცევა ნებაყოფლობითი არაღად ღმერთის ხელში, რომლითაც ამოძრავებს მის ფიქრებს, სურვილებს, აზრებს და საქმეებს. როცა ღვთისმადლი შემოდის ადამიანის გულში, მაშინ ის უხსნის მას ბევრ საიდუმლოს. ადამიანი ღმერთთან ერთად შედის საგნების არსში. ღმერთს ყველანაირი ცოდნა გააჩნია და თავის ნებით და მადლით უხსნის მას ადამიანს. აი ასე შეიცნობს უბრალო, გაუნათლებელი ადამიანიც კი დიდ საიდუმლოებებს, სიცოცხლეზე თუ სიკვდილზე, სამოთხეზე თუ ჯოჯოხეთზე, შეიცნობს თუ როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო. ღმერთი ხდის გაუგებრობის ფარდას ადამიანის გონებას და იგი იწყებს გარკვევას არა მარტო სამყაროს შექმნის საიდუმლოსას, არამედ საკუთარი არსებობის, ანუ ყოფიერების საიდუმლოებასაც კი. და რაღაც მომენტში უცნობი მიზეზის გამო ღმერთი თვითონ ეხსნება ადამიანს და მისი სული უერთდება ღმერთს. ასეთი ადამიანი მხოლოდ სხეულით ცოცხლობს დედამიწაზე, ხოლო სულით ყოველთვის ღმერთთანაა, მის ცნობიერებაშია.